გამარჯობა. ჩვენი სხეულის აგებულება, ანუ ანატომია სრულად შეესაბამება მის ფუნქციას. ამიტომ ნებისმიერი ახალწარმონაქმნი ჩვენს ორგანიზმში საყურადღებოა ჩვენი ჯანმრთელობისათვის. ბერძნულად ჰემა ნიშნავს სისხლს, ანგიონ სისხლძარღვს. დაბოლოება ომა სიმსივნურ წარმონაქმნზე მიგანიშნებს. ამიტომ სიტყვა ჰემანგიომა, ანუ ტერმინი ჰემანგიომა შეგვიძლია თარგმნოთ როგორც სისხლძარღვის კეთილთვისებიანი სიმსივნე. დაგვირეკეთ ნომერზე 24090 დღეს ჩვენ საუბრობთ თემაზე ჰემანგიომა. ხანმოკლე რეკლამის შემდეგ გავაგრძელებ. ხედულობის კორექცია ლაზერის მეშვეობით. გამოიყენეთ ხელმისაწვდომი და შეღავათიანი გზა თქვენი ჯანმრთელობისთვის. ისარგებლეთ მომენტალური განვადებით დღესვე. თვალის კლინიკა ახალი მზერა, გადაცემის სპონსორი. ჩვენ კვლავ ეთერში ვართ, შეგახსენებთ ჩვენი ტელეფონის ნომერს 24090 დღეს ჩვენ საუბრობთ თემაზე ჰემანგიომა და ჩვენი სტუმარი გახლავთ ბავშვთა ქირურგი ქალბატონი ირინა ივანიკოვა. მოგესალმებით ქალბატონო ირინა. თემა, რომელიც მაყურებლისათვის შესაძლოა უცხოდ ჟღერს ჰემანგიომა, ბევრისათვის ვიზუალურად კარგად ნაცნობია. ძველ ქართულ ტერმინოლოგიაში მოიხსენიება როგორც წყლიბი, თანამედროვე საზოგადოებაში ზოგიერთი ჩვენი თანამემამულე მას წითელ ხალსაც უწოდებს. თუმცა სინამდვილეში რას წარმოადგენს ეს პრობლემა? რა სამედიცინო საფუძველი აქვს? რა უნდა ვიცოდეთ მისი წარმომავლობის და ფორმების შესახებ? ამაზე უნდა ვისაუბროთ სწორედ თქვენთან ერთად. მაშ რა არის ჰემანგიომა? ძალიან აქტუალურია კვლავ ეს საკითხი ბავშვთა ქირურგიაში და ზოგადად მედიცინაში. ჰემანგიომა არის კეთილთვისებიანი სისხლძარღვოვანი სიმსივნე, რომელიც ძალიან ხშირად ჩნდება ბავშვთა ასაკში. სტატისტიკური მონაცემებით ჰემანგიომით იბადება ყოველი მე-100 ახალშობილი, მაგრამ ბოლო წლების განმავლობაში ეს სტატისტიკური მონაცემები შეიცვალა და შეიძლება ვთქვათ, რომ 100 ახალშობილში დიაგნოზი ჰემანგიომა ესმება 20-25 ბავშვს. ძალიან მაღალია მაჩვენებელი. ძალიან მაღალი მაჩვენებელი არის გეთანხმებით. ეს არის წითელი ლაქა, რომელიც შეიძლება განლაგებული იყოს სხეულის ნებისმიერ ადგილას, რომელიც იზრდება საკუთარი ქსოვილებისა და მის ირგვლივ მდებარე ქსოვილების ხარჯზე. ხშირია პათოლოგია გოგონებში, ვიდრე ბიჭებში, შეფარდებით 7-1-თან. ანუ საკმაოდ სერიოზული გენდერული უპირატესობა აქვს გოგონებს. გორმონალური ფონის გამო. ახალშობილი იბადება აი ამ პათოლოგიური პროცესით. ან მისი პირველი გამოვლინება ხდება 2 კვირის ასაკიდან 2 თვის ასაკამდე და იზრდება წლამდე. დიახ. ნუ რას წარმოადგენს ახლა ჰემანგიომა კვლავ კიდევ განმარტოთ. ეს არის წითელი ლაქა, რომელიც განლაგებულია სხეულის ნებისმიერ ადგილზე. ძალიან ხშირად არის სახეზე, თავის თმიან ნაწილში, კისერზე, გულმკერდზე, კანქვეშა ქსოვილებში, ლორწოვან გარზე, კუნთოვან ქსოვილში, ძვალზე და პარენქიმულ ორგანოებში. იცით რომ ვსაუბრობთ ჰემანგიომაზე, ხშირად ვამბობთ, რომ მას უყვარს გამოსაჩენი ადგილები. დიახ. ეს არის რაც არ უყვარს პაციენტს, ანუ ადამიანს, ვისაც ეს პრობლემა აქვს, რასაკვირველია, ეს სერიოზულ, არა მარტო სამედიცინო, უპირველეს ყოვლისა მაინც ესთეტიკურ ტვირთს აძლევს ხოლმე. რა თქმა უნდა. და ძალიან ხშირია ჰემანგიომის გამოვლინება სახის არეში, ანუ ქუთუთოების არე, ზიანდება ცხვირის წვერი, შუბლის არე, ლოყების არეში ძალიან ხშირად აქვს ბავშვი და მით უმეტეს რატომღაც მარჯვენა მხარეს. დიახ. და პირის ღრუს ლორწოვანი გარსი ხშირად ზიანდება. ვამბობთ, რომ ჰემანგიომას იცით ახასიათებს გაუთვალისწინებელი ზრდა. ხოლმე ახალშობილი იბადება, კანი აქვს საერთოდ სუფთა. და 2 კვირის შემდეგ ჩნდება პატარა წითელი წერტილი ან წითელი ზოლი. ან შესაძლოა იყოს განლაგებული კანქვეშა ქსოვილი მცირე ზომის სილურჯე. ის განიცდის ზრდას და რამოდენიმე კვირის განმავლობაში გარდაიქმნება დიდ პათოლოგიურ პროცესად, რომელიც იკავებს რამოდენიმე ანატომიურ ადგილს და ქმნის ფუნქციონალურ და კოსმეტიკურ დეფექტს. დიახ. მაყურებელი გველოდება ქალბატონო ირინა, ჩვენ აუცილებლად დაუბრუნდებით თემას, მას შემდეგ რაც უპასუხებთ მაყურებელს, მოგესალმებით, გისმენთ. გამარჯობა. გამარჯობა. ასეთი შეკითხვა მაქვს. დიაგნოზი დაუსვეს 72 წლის ქალბატონს გვიზლის ჰემანგიომა. დიახ. და თუ აი პატრა მოკლე
განმარტებას მოგცემთ ან რა არის, ან როგორ შეიძლება მისი მკურნალობა ან რამე. კი ბატონო. დიდი მადლობა შეკითხვისთვის. თქვენ ბრძანეთ უკვე რომ ჰემანგიომა ეს არ არის მხოლოდ ხილული ზონების პრობლემა, რომ ხშირად შინაგან ორგანოებში შეიძლება მან თავი იჩინოს, იმიტომ რომ სისხლძარღვის კეთილთვისებიანი სიმსივნური წარმონაქმნი ლოკალიზაციით შეიძლება სრულად განსხვავებული იყოს. ჩვენ სიუჟეტში გვექნება აგრეთვე ანგიოლოგის მოსაზრება ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ვიდრე ამ ყველაფერს მოვისმენთ, ვუპასუხოთ მაყურებელს. 72 წლის ასაკში პირველად დადგენილი, მე ვარაუდობ შემთხვევითი კვლევის დროს. ეს რა თქმა უნდა ასე იქნება. ჰემანგიომა ხშირად არის პარენქიმულ ორგანოებში, კერძოდ ღვიძლში. შესაძლებელი იყოს სხვადასხვა ზომის, მცირე ან დიდი. აი ამ ასაკში თქვენ შეიძლება ვთქვათ, რომ გაგიმართლათ, რომ ჰემანგიომა არ გაიზარდა და რაღაცა კვლევის გამო ეს დიაგნოზი დადგინდა. ხშირად არის ეს შემთხვევა, რომ ჰემანგიომასაც, როდესაც მდებარეობს ღვიძლში და არ აქვს ზრდისკენ მიდრეკილება, ოპერაციული ჩარევა ხოლმე არ საჭიროებს. მაგრამ როდესაც არის ჰემანგიომა მზრდადი და ის აწვება გარშემო მდებარე ორგანოებს, აუცილებლად არის პაციენტის საოპერაციო და ხშირად ამ ოპერაციებს აკეთებენ ასრულებენ ანგიოლოგები. დიახ. თუმცა ამ შემთხვევაში თქვენ ხაზგადმის ბრძანეთ და მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, უნდა გავითვალისწინოთ, ასაკი უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ სავარაუდოდ ეს არის შემთხვევით აღმოჩენილი გეგმიური ან რაიმე სხვა მიზეზით ჩატარებული კვლევის დროს და ეს სწორედ ის კეთილთვისებიანი პროცესია, რომელიც ზომაში ზრდას არ გულისხმობს და უნდა ვივარაუდოთ, არც მოითხოვს სერიოზულ ჩარევას. ქალბატონო ირინა, თქვენ ბრძანებდით იმის შესახებ, რომ ჰემანგიომით ადამიანი იბადება, ან სიცოცხლის პირველივე კვირებში, ან პირველივე თვეებში იჩენს ეს თავს. თუმცა არის ერთი საკითხი, რომელიც დარწმუნებული ვარ, ყველა პაციენტის მშობელს ან თავად პაციენტს აინტერესებს. რატომ ჩნდება ჰემანგიომა? ჩვენ შეგვიძლია დღეს თანამედროვე მედიკოსებმა ვისაუბროთ მიზეზებზე, რასთან შეიძლება იყოს ეს დაკავშირებული? ჰემანგიომის წარმოქმნის მიზეზი დაუდგენელია, მაგრამ ვარაუდობთ რამოდენიმე მიზეზს. აი შეიძლება ჩამოვთვალოთ, ერთადერთი ეს შეიძლება იყოს მწვავე რესპირატორული ვირუსული დაავადებები, რომელიც გადაიტანა მომავალმა დედამ ორსულობის პირველ ტრიმესტრში, ანუ მე-6 კვირის განმავლობაში. საშვილოსნოს პლაცენტარული ბარიერი თავისუფლად ატარებს გრიპის ვირუსს და ზიანდება ნაყოფი. ზუსტად აი ამ პერიოდში, მე-6 კვირის განმავლობაში, ნაყოფში მიმდინარეობს სიესწრაფოვანი სისტემის ჩამოყალიბება. აგრეთვე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რადიაციას და ეკოლოგიურად არასასრულ გარემოს. ძალიან ბევრი მშობელი მუშაობს, ან ტერიტორიულად იმყოფება ტოქსიურ ზონებში. აი ან საქმე აქვს, სამსახურეობრივი საქმე აქვს, საქმიანობა აქვს რაიმე დაწესებულებაში, სადაც არის ტოქსიური ნივთიერებები. გარდა ამისა, თქვენ გაქვთ თქვენი დაკვირვებით, პრაქტიკული გამოცდილებით გარკვეული მონაცემები იმის შესახებ, თუ როგორ არის მაგალითად ავადობის სურათი საქართველოში, სხვადასხვა გეოგრაფიულ ზონაში გავრცელებული? დიახ, საკმაოდ აქტუალურია ეს საკითხი და ძალიან შეშფოთებული ვართ აი ამ სურათის გამო. გავრცელებულია ჰემანგიომები დასავლეთ საქართველოს ძალიან ბევრ ტერიტორიაზე. დიდი რაოდენობა პაციენტების მოგმართავენ ხოლმე სამეგრელოდან. სამეგრელოდან. აჭარის რეგიონებიდან. აი შეიძლება ვთქვათ, რომ შავი ზღვის სანაპირო ზოლი არის იმის მიზეზი, რომ ხშირად ჩნდება ჰემანგიომები. აი ეს უკვე გამოსაკვლევია, რის გამო ეს სანაპირო ზოლი არის აი ესე დატვირთული აი ამ დაავადებების გამოვლინებით. აღმოსავლეთ საქართველოში რუსთავი და რუსთავის რეგიონი. შეიძლება მიუთითოთ ეს. და აგრეთვე ზესტაფონი და მისი ახლო მდებარე ტერიტორიებიდან ძალიან ხშირი მომართვა პაციენტების. უპასუხოთ კიდევ ერთ მაყურებელს, მოგესალმებით, გისმენთ. გამარჯობა. იცით რა მაინტერესებს? მყავს 6 თვის ხდება ჩემი შვილი და პირველივე კვირებს არა, მაგრამ დაახლოებით 2 თვისას კეფაზე შევამჩნია წითელი რამოდენიმე ზოლი. ხან ფერმკრთალი არც არის შესამჩნევი, მაგრამ ან თუ ტირის, ან ფლიანობს, იმ შემთხვევაში განსაკუთრებულად არის გამოკვეთილი და საშიში ხო არ არის თუ ასაკთან ერთად გაიგრის?
მადლობა შეკითხვისთვის. ის რომ ფერს იცვლის, ანუ სისხლსავსეობა მისი იცვლება და ასე შემდეგ, ეს ნიშანდობლივია ამ შემთხვევაში, თუმცა გასათვალისწინებელია არის თუ არა ის პრობლემა, რაზედაც დღეს ჩვენ საუბრობთ. სავარაუდოდ შესაძლებელიც იყოს ეს პრობლემა. პაციენტი აუცილებლად უნდა იყოს შემოწმებული. არის სხვადასხვა ფორმის გემანგიომები, როდესაც ის სისხლით არ ივსება სისხლძარღვოვანი, მაგრამ დატვირთვისას ჩვენ გვაქვს აქ სისხლძარღვოვანი სისტემით შევსება. შესაძლოა იქონდეს შემდგომში მიდრეკილება ზრდისკენ. ამიტომ ყურადღება აუცილებელია. დიახ. რეალურად ყველაზე მთავარი საკითხი ალბათ იმ საკითხთა შორის, რაც ჰემანგიომას უკავშირდება, არის პრობლემის აღმოჩენა ერთის მხრივ და მეორეს მხრივ ამ პრობლემის მართვა. როდესაც მშობელი შენიშნავს წითელ ლაქას, რასაკვირველია მისთვის ეს არის აღმოჩენა, რომლის გამოც პირველ რიგში ეშინია მერე უკვე ღელავს მის პერსპექტიულ განვითარებაზე და რასაკვირველია სხვადასხვა სპეციალისტი შეიძლება ამ დროს მიმართოს. თუმცა მთავარი არის ალბათ ის ცოდნა, რომელსაც დღეს ჩვენ მივცემთ. ანუ რა უნდა იცოდეს მშობელმა თუ ასეთი რამ შენიშნა, როდის მიაქციოს ამას ყურადღება, რას მიაქციოს კონკრეტულად ყურადღება და მერე ჩვენ დაწვრილებით ვისაუბროთ, რა იცის თანამედროვე მედიცინამ იმ მეთოდების შესახებ, რომელიც გვეხმარება პრობლემის მართვაში. უნდა ჩამოვთვალო, რომ არსებობს რამოდენიმე სახის ჰემანგიომა. ეს არის ჰემანგიომა უბრალო ფორმა, რომელიც განლაგებულია კანის ზედაპირზე. ანუ წითელი ლაქა სხვადასხვა ზომის, სხვადასხვა მოცულობის მხოლოდ აზიანებს კანის ზედაპირს. არის კავერნოზული ჰემანგიომა. ამ შემთხვევაში ჰემანგიომა განლაგებულია კანქვეშა ქსოვილებში. კანის ზედაპირი რჩება სრულებით სუფთა, მაგრამ ჩვენ ვხედავთ კანქვეშა სივრცეში სილურჯეს. და პათოლოგიურ მოცულობ პროცესს. დამახასიათებელია ის, რომ ტემპერატურა აი ამ პროცესზე მკვეთრად მეტია, ვიდრე ირგვლივ განლაგებულ ქსოვილში. ეს არის კავერნოზული ჰემანგიომა და შეესგება სისხლძარღვოვანი კავერნებისაგან. ანუ მარტივად რომ უთხრათ მშობელს ასეთ დროს, უბრალოდ ხელის შეხებითად ვიგრძნობთ, რომ ეს არის უფრო თბილი ზონა, უფრო თბილი ზონა, ვიდრე დანარჩენი ზონები. მესამე არის კომბინირებული ჰემანგიომა, აქ ზიანდება კანი და კანქვეშა ქსოვილი. ისევ შედგება ღრუებისაგან, მას კვებას რამოდენიმე ძლიერი სისხლძარღვი, დიდი კალიბრის სისხლძარღვი და პათოლოგია განიცდის სწრაფ ზრდას. დიახ. მთავარი საკითხი. როდესაც ვლაპარაკობთ მიდგომაზე, არის რამდენიმე კითხვა. ყველა ის მშობელი, ვინც კითხვას უსვამს სპეციალისტს, დარწმუნებული ვარ, განსხვავებულ აზრს ისმენს, იმიტომ რომ არსებობს მოსაზრება, რომ ჰემანგიომას ხელი არ უნდა მოვკითხოთ. ანუ ჰემანგიომა მოითხოვს მხოლოდ დაკვირვებას სპეციალისტების მხრიდან და დროში მონიტორინგს. თუმცა არის განსხვავებული მიდგომები, იმიტომ რომ არსებობს განსხვავებული ქვეყნები, არსებობს განსხვავებული სკოლები და არსებობს აგრეთვე მკურნალობის განსხვავებული საფეხურები. ვიდრე ამ თემაზე ვისაუბროთ, ნახოთ სიუჟეტი, რომელიც ჩვენმა ჟურნალისტმა კრისტი შანავამ მოამზადა და მოგვიანებით დავუბრუნდებით თემას. სისხლძარღვოვანი ქსოვილის დეფექტს მედიცინაში ჰემანგიომას უწოდებენ. თანდაყოლილია და ორსულობის მესამე-მეოთხე თვეზე ვითარდება. სხეულის ნებისმიერ ადგილზე გამოხატულ წითელ ლაქებს წარმოადგენს. სტატისტიკის მიხედვით გოგონებში უფრო ხშირია და დაბადების შემდეგ ვლინდება. რამდენიმე ფორმა აქვს, განლაგებულია როგორც კანზე, ისე მის ქვეშ და შინაგან ორგანოებში. კვლევები ადასტურებს, რომ ჰემანგიომით ყოველი მეასე ბავშვი იბადება. მისი განვითარების მიზეზი შეიძლება იყოს ემბრიონულ პერიოდში ნებისმიერი ისეთი მავნე ფაქტორების ზემოქმედება ნაყოფის განვითარებაზე, როგორიცაა თქვათ ქიმიური ფაქტორები, მედიკამენტები, გრიპი, დასხივება და სხვა. შინაგან ორგანოებში განლაგებული ჰემანგიომის აღმოჩენა ხშირად სრულიად შემთხვევით ხდება. რენტგენოლოგიური კვლევისას, კომპიუტერული ტომოგრაფიის დროს ან ბირთვულ მაგნიტურ რეზონანსულ გამოკვლევაზე მისული პაციენტები უეცრად აღმოაჩენენ, რომ მათ თირკმელზე, ღვიძლზე ან სულაც ხერხემლის მალებზე ჰემანგიომაა განლაგებული. სპეციალისტები ამბობენ, რომ დეფექტი შესაძლოა ასაკის მატებასთან ერთად უკუ განვითარდეს, თუმცა ყველაფერი მის ზომაზე, ფორმაზე და მდებარეობაზეა დამოკიდებული.
დიაგნოსტიკის დროს შემთხვევით ხდება გემანგიომის აღმოჩენა, ის მცირე ზომისაა, 4 სანტიმეტრამდე შეიძლება იყოს ერთეული ერთი ან მრავლობითი, ამიტომ ცხოვრების მანძილზე სიცოცხლეს, ადამიანის სიცოცხლეს ან რაიმე პათოლოგიური გამოვლინება მას არ ქონდეს და იყოს მთელი ცხოვრების მანძილზე რომ თავი არ გამოავლინოს. დიდი ზომის ჰემანგიომამ ღვიძლში შესაძლოა სისხლდენა გამოიწვიოს, რა თქმა უნდა, გასკდომის შედეგად. ხერხემლის მალებზე მისი ზრდა ძვლოვანი სტრუქტურის განლევას იწვევს და თან ზურგის ტკივილიც ახლავს. ამბობენ, რომ მცირე ზომის ჰემანგიომა არანაირ ჩარევას არ საჭიროებს. აუცილებელია მხოლოდ დინამიკაში დაკვირვება. გართულების შემთხვევაში კომპლექსურ მკურნალობას მიმართავენ, მათ შორის ლაზეროთერაპიასა და ქირურგიულ ჩარევას. ღვიძლის გემანგიომის დროს, როდესაც ის აღწევს დაუშვათ დიდ ზომას, მაშინ ხდება მისი მოცილება ღვიძლის იმ ნაწილთან ერთად, სადაც არის რომელ უბანშიც ეს გემანგიომა გაზრდილი. კლინიკურად მან შეიძლება გამოიწვიოს, როდესაც დიდ ზომას მიაღწევს, იმის და მიხედვით თუ რომელ ორგანოს აწვება ან ნერვულ დაბოლოებებს, ტკივილი იმ არეში შეიძლება ღებინება ან გულისრევის შეგრძნება. ჰემანგიომას მედიკოსები ყველაზე ხშირ სისხლძარღვოვან სიმსივნესაც უწოდებენ. მკურნალობის დროს დიდ ყურადღებას სწორად შერჩეულ მეთოდს და მის დროულად დაწყებას აქცევენ. ამბობენ, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ჰემანგიომების შემთხვევებმა იმატა, რასაც გარემოში არსებულ სხვადასხვა რესპირატორულ დაავადებას უკავშირებენ. ამიტომაც მედიკოსები მომავალ დედებს ორსულობის დროს მაქსიმალური სიფრთხილისკენ მოუწოდებენ. ვიდრე საუბარს გავაგრძელებთ, მაყურებელი გველოდება ჩვენ, ვუპასუხებთ და შემდეგ დაუბრუნდებით თემას. მოგესალმებით, გისმენთ. ალო, გამარჯობა. გამარჯობა. დიდი მადლობა ქალბატონო მარი თქვენი გადაცემების. მადლობა თქვენ. დიახ. ასეთ შეკითხვა აქვს, ახალგაზრდა ვარ, გადაუღეთ წელს იტკიებდა ხერხემლი და მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფია და აქ აღმოჩნდა L4 მალის სხეულში სიგნალებით მცირე ზომის ჰემანგიომა. ეს შეიძლება ადრეც იყო, მაგრამ ადრე არ გადაგვიღია და ეს აღმოვაჩინეთ ახლა. რომ წერია ეს გასაგებია თქვენი გადაცემიდან ძალიან კარგად ახსენით ჰემანგიომა რა არის, მაგრამ უწერია მცირე ზომის და რომ მივაქციოთ ყურადღება მომავალში რამდენია ეს მცირე ზომა ჩვენ უბრალო ადამიანებმა მართალია უნდა გაუკონტროლოთ კიდე, მაგრამ რომელი ითვლება მცირე ზომა და მით უმეტეს ხერხემლის მალაზე L4 მალის სხეული. არის საშიში თუ არ არის? მადლობა. კი ბატონო. მადლობა შეკითხვისთვის, უნდა განვარტოთ L4 ამ შემთხვევაში იგულისხმება, რომ წელის მე-4 მალაზეა ლაპარაკი. თუმცა, როდესაც ვლაპარაკობთ ზომების შეფასებაზე, სრულიად ბუნებრივია ჩვენს მაყურებელს, რომელიც არ არის გათვითცნობიერებული, თუმცა გრძნობს პასუხისმგებლობას საკუთარი და შვილის ჯანმრთელობაზე, აქვს ასეთი კითხვა. როდის შეგვეშინდეს, ანუ რა უნდა იყოს ის ზომა, როდესაც უკვე მოითხოვს ეს ყურადღებას, უბრალოდ დაკვირვებას კი არა, ჩარევასაც კი. ზომა ჰემანგიომის ზომა შესაძლოა იყოს სხვადასხვა ზომის, მაგრამ როდესაც არის მცირე, აი მილიმეტრი, 2-3 მილიმეტრი და არ წარმოადგენს პათოლოგიურ პროცესს და არ გვაძლევს რაიმე ფუნქციონალურ დარღვევას, ამ პერიოდში შეიძლება რომ არანაირი მკურნალობა არ ჩავიტაროთ და გქონდეს მხოლოდ დაკვირვება. დიახ. დაუბრუნდეთ მართვას. მე უამრავი კითხვა მაქვს, სიმართლე გითხრათ. დღეს მე თვითონ როგორც ექიმს ამ საკითხთან დაკავშირებით, ამიტომ მაქსიმალურად ბევრი უნდა მოვასწროთ ქალბატონო ირინა. არის მიდგომები, რომელიც ნახსენებიც იყო ჩვენ სიუჟეტში, მაგალითად ანგიოლოგები ღვიძლში და ჰემანგიომის სამკურნალოდ იყენებენ ქირურგიულ ჩარევას, ლაზეროთერაპიას. როგორია მიდგომა, როდესაც ჩვენ ხილულ ჰემანგიომებზე ვლაპარაკობთ? ანუ თქვენ ბრძანებდით, მას გამოსაჩენი ადგილები უყვარს. შესაბამისად, სიცოცხლის პირველივე დღეებში მშობელს უჩნდება ესთეტიკური პრობლემა, რომელიც შესაძლოა მოგვიანებით კიდევ უფრო რთულ პრობლემად იქცეს ბავშვისთვის. ამიტომ რამდენიმე საფეხური არსებობს თანამედროვე მედიცინაში და განსხვავებულია მიდგომები სხვადასხვა ქვეყანაში. ეს მიდგომები უკანასკნელ წლებში მით უფრო შეიცვალა. რას ნიშნავს ეს? თანამედროვე მედიცინაში შეიცვალა ჰემანგიომის მიმართ მკურნალობის მიდგომა. და ძირითადად სპეციალისტებმა ვარითქვეს ტრადიციული მკურნალობაზე, ანუ ოპერაციულ ჩარევაზე. და ძირითადად მკურნალობა ახლა მიმდინარეობს პარაქირურგიული გზით. ну აი ცოტა ისეთ ჟღერს პარაქირურგიული გზა. ეს რას ნიშნავს? ეს არის რამოდენიმე მეთოდის კომბინაცია.
რომელიც შეიცავს კრიოდესტრუქციას, ანუ კრიოთერაპიას, სკლეროთერაპიას, გორმონოთერაპიას, ლაზეროთერაპიას და ბოლო ახალი მეთოდი არის არასელექტიური ბეტა ბლოკერებით მკურნალობა. განვიხილოთ ახლა რაღაცა რა მინდა რომ გითხრათ რომ აი ამ შემთხვევაში ხო ჰემანგიომის შემთხვევაში 70% ექვემდებარება მხოლოდ კრიოდესტრუქციულ მკურნალობას. ვინაიდან ეს არის კანის ფორმა. უბრალოდ ჩვენ განმარტოთ ქალბატონო ირინა, როდესაც ვლაპარაკობთ კრიოდესტრუქციაზე, ვგულისხმობთ მე მაყურებლისათვის განმარტო. ტემპერატურული ფაქტორის ამ შემთხვევაში სიცივის გამოყენებას იმისათვის რომ მოვახდინოთ მისი რღვევა. რამდენად მე ვფიქრობ მაყურებლისათვის გასაგებად და მარტივად თქვით ეს. კრიოდესტრუქციული მეთოდი ძალიან ფართოდ დანერგილია მსოფლიოში. ვაკეთებთ აი კრიოდესტრუქციას მკეთდება ბავშვებში 0 ასაკიდან და აი ყველა ასაკში შეიძლება აი ასე რომ ვთქვათ. კრიოაპლიკატორის მეშვეობით და თხევადი აზოტის გამოყენებით, რომლის ტემპერატურა არის -196 გრადუსი, ტარდება პათოლოგიური უბნის კრიოდესტრუქცია შესაბამისი ზომის აპლიკატორებით. ქალბატონო ირინა, როგორც ყოველთვის ყველა მეთოდთან დაკავშირებით ჩნდება კითხვა. ჩვენება და უკუჩვენება არის თუ არა ამ შემთხვევაში შეზღუდული ჩვენება, ან რა გვერდითი მოვლენები, ან რა უკუჩვენებაზე უნდა ვიყო. კრიოდესტრუქციას უკუჩვენება არ აქვს. აი იმიტომ ძალიან ფართოდ გამოიყენება. კრიოდესტრუქციისას ჩვენ არ გვჭირდება პაციენტის სტაციონარში მოთავსება. მას არ ჭირდება ნარკოზი. ეს პროცედურა არის ამბულატორული, ადგილობრივი ანესთეზიით, სწრაფი. შეხურძების პროცესი გრძელდება 10-12 დღე და აი პათოლოგიურ ადგილას გვჩება აბსოლუტურად სუფთა ქსოვილი ნაწებურის გარეშე. რაც ძალიან საყურადღებოა და ბავშვთა ასაკში. რამდენად ეფექტურია? ეფექტურია. მინდა გითხრათ, სავსებით ეფექტურია. ძალიან ფართო დიდი ფართის გემანგიომის უტარდება კრიოდესტრუქცია. ეს პროცედურა შეიძლება განმეორდეს სადღაც 18-20 დღის შემდეგ და ჩვენ გმაყოფილი ვართ არამედ მარტო ჩვენ როგორც ექიმები, არამედ მშობლებიც გმაყოფილი არიან აი ამ შედეგებით. უპასუხოთ მაყურებელს და შემდეგ გავაგრძელოთ მეთოდებზე საუბარი. მოგესალმებით, გისმენთ. ალო. გისმენთ ქალბატონო. აი ესეთი რაღაც, აი ხალხურად ეს მანგიომა ტიპია, ტიპსო ამბობენ. ტიპია, დიახ ქალბატონო, ტიპი. დიახ ჩვენთან რაიმე გენეტიკურ ესე მემკვიდრეობაზე რამე გავლენა და თუ შეიძლება რომ განმეორდეს. კი ბატონო. მადლობა შეკითხვისთვის. ანუ გენეტიკური წინასწარ-განწყობა არსებობს თუ არა? დღემდე იკვლევენ გემანგიომების მიზეზს და გენეტიკურ გადაცემა არის უკვე საუბარი. ვინაიდან არის შემთხვევები, როდესაც მშობელს აქვს ჰემანგიომა. აი აღმოჩენილი ღვიძლის ჰემანგიომა და მის შვილსაც შესაძლოა ქონდეს ჰემანგიომა რომელიმე სხეულის რომელიმე ნაწილზე. ანუ ჩვენ უნდა ვივარაუდოთ ამ შემთხვევაში მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ჯერ მტკიცებულებები ამ მიმართულებით არ გვაქვს, რომ როგორც ყველა სამედიცინო პრობლემას გენეტიკური წინასწარ-განწყობა ალბათ ჰემანგიომასაც აქვს. დიახ. დაუბრუნდეთ თემას, რომელზედაც ჩვენ საუბრობდით. თქვენ კრიოდესტრუქციაზე გვესაუბრეთ, თუმცა ახსენეთ მეთოდი, რომელიც შესაძლოა ჩვენი საზოგადოებისათვის არ არის ფართოდ ცნობილი, მაგრამ ცნობილია საერთაშორისო სამედიცინო საზოგადოებისათვის. სულ რამდენიმე წელია ამ მეთოდმა ფეხი აიდგა მსოფლიოში. მართალია, სათავე საფრანგეთს უკავშირდება, მაგრამ ჩვენც უნდა ვიცოდეთ ამის შესახებ, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში კონკრეტული ჯგუფის მედიკამენტების გამოყენება ხდება უცხოეთში, თუმცა ჩვენთან არა. რატომ? რა არის? რა მეთოდია ეს? 2008 წელს საფრანგეთში კვლევების შედეგად დამუშავდა მკურნალობის ერთადერთი მეთოდი, ანუ არასელექტიური ბლოკატორებით მკურნალობა. არსებობს მკურნალობის პროტოკოლი, რომელსაც გამოიყენება საფრანგეთში, ინგლისში, ზოგიერთ ევროპულ ქვეყნებში, ამერიკაში. ძალიან კარგი შედეგით არის ეს მკურნალობის მეთოდი.
გამოიყენებენ ხოლმე, როდესაც გვაქვს კომბინირებული და კავერნოზული ჰემანგიომა. ძალიან დიდი ფართის ჰემანგიომები, რომელსაც ახასიათებს სწრაფი ზრდა და აწვება სასიცოცხლო ორგანოებს. აი დავუშვათ კისრის არეში, სწრაფი ზრდით არის არსებობს ჰემანგიომა, ეს აწვება ხორცს, საყლაპავ მილს და გვექნება ბავშვის ზრდის და შემდგომი კვების და სუნთქის სისტემის პრობლემა. აი მაგალითად პარაორბიტალური, აი როდესაც ქუთუთოებზე ასეთ შემთხვევაში პარაორბიტალურ ზონაშიც იგივე ვარიანტებია. და სახის არეში და სახის არეში მას ახასიათებს გაუთვალისწინებელი ზრდა. პრეპარატი ენიშნება ბავშვებს შესაბამისი მეთოდით და გამოკვლევის შედეგად დასმული საბოლოო დიაგნოზით. პაციენტი უნდა იყოს კარგად გამოკვლეული სტაციონარ პირობებში, მას უტარდება 24 საათიანი კარდიომონიტორინგი, უტარდება კარდიოეხოსკოპია, გულის ეხოსკოპია, იზომება სისხლის დონე, სისხლში და სხვა სისხლის რეოლოგიური ფაქტორებიც, შაქრის დონე, და სხვა რეოლოგიური ფაქტორებიც. შესაბამისად ენიშნება ბეტა-ბლოკატორი. კურსი ხანგრძლივია. ეს არის 6-8 თვის განმავლობაში. რას გვეხმარება ეს მკურნალობის მეთოდი? ძირითადად მიმდინარეობს კავერნოზული და კომბინირებული ჰემანგიომის, ანუ კანქვეშა განლაგებული ჰემანგიომების რეგრესია. უკუ განვითარება. აი 100%-იან რეგრესიას განიცდის თითქმის 70%-მდე მოცულობის ჰემანგიომა. და შემდგომში აი წლის ასაკისთვის, როდესაც რეგრესია წავიდა და ჩერდება, შემდგომში ჩვენ პაციენტს უტარებთ შემდეგ პარაქირურგიულ მკურნალობას. ეს შესაძლოა მას დაჭირდეს კრიოდესტრუქციაც, პლასტიკური ქირურგიული ჩარევა, რაღაცის კორექცია. კიდევ ერთი მაყურებელი გველოდება, მოგესალმებით, გისმენთ. ალო. გამარჯობა. გამარჯობა. დიახ, გისმენთ. იცით მე მყავს შვილი მსგავსი პრობლემით, ძალიან მძიმე ფორმა მქონდა ჩვენ მთელი ნახევარი სახე, თავი, კისერი, ყელი, მთელი ძალიან დიდი ნაწილი ჰემანგიომის სოფლიოში, ანუ ერთ-ერთი ყველაზე მძიმე შემთხვევა დაფიქსირდა. მკურნალობა ჩვენ საქართველოში ვერ ჩავატარეთ, ვინაიდან არანაირი საშუალება არ არსებობდა 2009 წელს ყოველ შემთხვევაში. რაიმე ყოფილიყო ეს მკურნალობის ჩასატარებლად და გაკეთებულია ყველაფერი გერმანიაში. და ანუ ეს არის ჩატარებული PDL ლაზერით და KTP ლაზერით. ახლა მაინტერესებს რომ საქართველოშიც თუ არის მსგავსი ლაზერი, იმიტომ რომ ევროპაში და ამერიკაში ჩვენ ექიმი გვყავს ამერიკის ნიუ-იორკის ერთ-ერთი ამ დარგის ჰოსპიტალის პრეზიდენტი და მაინტერესებს რომ საერთოდ ამოღებული არის კრიოთერაპია დღეს ჰემანგიომის მკურნალობისთვის. მე ვამბობ ევროპის სტანდარტებით და ამერიკის სტანდარტით და მაინტერესებს საქართველოში თუ არის ამ ეტაპზე რაიმე ისეთი საშუალება, რაც მიგვაახლოებს და ანუ ისეთ ეფექტს მოგცევს, რაც ამ შემთხვევაში ჩემი შვილის მაგალითზე გვაქვს, რომ 95% არის მოშორებული ჰემანგიომი. მადლობა შეკითხვისთვის. მოდით ვუპასუხოთ მაყურებელს. როდესაც გათვითცნობიერებულია მშობელი, სრულიად გასაგებია მისი პოზიცია, იმიტომ რომ როდესაც შვილს ეხება საქმე და ეს თქვენ თვითონ გამოცადეთ, იმიტომ რომ თქვენ ჰემანგიომის მკურნალობას ხელი მოჰკიდეთ მას შემდეგ მოსკოვში, როდესაც შემექმნა ეს პრობლემა თქვენ შვილს შეექმნა ეს პრობლემა და ეს გზა გაიარეთ და ასე აღმოაჩინეთ ყველაზე ეფექტური მიდგომები, რომელიც დღეს გამოიყენება. არის თუ არა ამოღებული, იმიტომ რომ ჩვენ არ გვაქვს უფლება საზოგადოება შევიყვანოთ შეცდომაში, მით უფრო როდესაც მაყურებელს აქვს ასეთი კითხვა. ის ამტკიცებს, რომ კრიოდესტრუქცია არის ამოღებული როგორც ხმარების მეთოდი. კრიოდესტრუქცია არ არის ამოღებული. მით უმეტეს აი ჩვენთან საქართველოში, რუსეთში, ზოგიერთ ევროპულ ქვეყნებშიც. ესაც არის არჩევითი მკურნალობის შერჩევითი მეთოდი. ლაზეროთერაპიული მეთოდი კი არსებობს, ძალიან კარგია, მაგრამ გამოიყენება მხოლოდ 1 წლის ასაკის შემდეგ. და საქართველოში 3 წლის ასაკის შემდეგ. ეს არის მწვანე და ყვითელი სხივის ლაზერი, რომელიც სიგრძე არის 518 ნანომეტრი. არა გვაქვს გამოცდილება ახალშობილებში ამ ლაზერის გამოყენებით. თუმცა 3 წლის ასაკიდან გამოცდილება გვაქვს. 3 წლამდე ჩვენ თუ მივეცით ჰემანგიომის გაზრდის საშუალება, რა თქმა უნდა, იქ იქნება ისეთი პათოლოგიური პროცესი, რომ
საკმაოდ რთული სამკურნალო. რატომ არ გვაქვს 3 წლამდე გამოყენების საშუალება? კანონმდებლობით არის ეს შეზღუდული, პრაქტიკული გამოცდილებით თუ რაიმე სხვა მოსაზრებების გამო არის ასაკობრივი ზღვარი, რატომ არის დაწესებული? ლაზერის შესახებ შემიძლია თავისუფლად გითხრათ, რომ აი პრობლემა არის აპარატურის შეძენა, კადრების კვალიფიკაცია და ფინანსური პრობლემები, საკმაოდ რთული ამჟამად რაც ხდება ჯანდაცვაში, ჯანდაცვის სისტემაში. და ყურადღება მინდა მომიყვო თქვენი იმას შესახებ, რომ აი ბეტა-ბლოკატორების გამოყენებისას საქართველოს კანონმდებლობაში ჩვენ არ გვაქვს იმის უფლება, რომ კარდიოლოგიური პრეპარატი 3 წლამდე ბავშვებში გამოვიყენოთ. მიუხედავად იმისა, რომ ამ მეთოდის შესახებ ვიცით, ჩვენ შეგვიძლია სტაციონარის პირობებში ბავშვზე მეტხელ ყურეობის შემთხვევაში ეს განვახორციელოთ. კანონმდებლობით ეს გვაქვს შეზღუდული. შეზღუდული გვაქვს კანონმდებლობით. არ არის სრულყოფილად დანერგილი აი ამ მკურნალობის მეთოდი, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ მოკლე მომავალში ალბათ წავალს წინ და დაინერგება ეს მკურნალობის მომენტი და ძალიან კარგი შედეგებით მივიღებთ გაში. ქალბატონო ირინა, რომ დავასრულოთ იმ კითხვაზე პასუხი, საკმაოდ გრძელი გზა გაიარა როგორც ჩანს იმ ოჯახმა მკურნალობისთვის, იმიტომ რომ ერთ-ერთი რთული, გავრცელებული ფორმის 95% დაძლიეს. ეს იმას ნიშნავს, რომ მათ ძალიან ცოტა დარჩათ პრობლემის საბოლოოდ გადასაჭრელად. ასეთ შემთხვევაში ლაზერის ისახები, რომელიც დაასახელა მშობელმა, გვაქვს ჩვენ თუ არა იმისი რესურსი საქართველოში, რომ ბავშვს მკურნალობა დაუსრულოთ? რაც ჩამოთვლილი ლაზერის რესურსი საქართველოში სამწუხაროდ არ გვაქვს. თუმცა ის მეთოდები, ლაზერის სხივები, რომელიც თქვენ დაასახელეთ და მეთოდები, რომელიც თქვენ დაასახელეთ, არის ჩვენს არსენალში. დიახ. ანუ რეალურად როდის მიდის ადამიანი უფრო სერიოზულ, ანუ თქვენ ბრძანებთ, რომ ყველა ამ მეთოდს ქვია პარაქირურგიული, ეს იმას ნიშნავს, რომ ქირურგიასთან ახლოს ვართ, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ არის ქირურგია. როდის მივდივართ ქირურგიამდე? ქირურგიამდე ვცდილობთ, რომ პაციენტი არ მივიდეს. არ მივიდეს, იმიტომ რომ კი არა დაუშვათ ჩვენ ოპერაციის გაკეთება არ გსურთ. უბრალოდ არ უნდა მივცეთ ჰემანგიომის გაზრდის საშუალება. რაც უფრო მცირეა ეს პათოლოგიური პროცესი და რაც უფრო ადრე ჩატარდება მისი მკურნალობა, მით უკეთესი ჩვენ გვაქვს არა მარტო ფუნქციონალური, არამედ ესთეტიკური ეფექტიც. და მშობლებიც არიან და ჩვენს შესაბამისად მაყოფილი ჩვენი შედეგებით. ქალბატონო ირინა, ჩვენ არ გვითქვამს თავდაპირველად, იმიტომ რომ ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო სწორედ ამ მართვასთან დაკავშირებით მეტნაკლებად ბევრი ინფორმაცია გაგვეცა, არ გვითქვამს იმის შესახებ, რომ ძალიან ხშირად საზოგადოებისათვის გაუგებარი რჩება, რატომ ვიჩენთ სიფრთხილეს ეგრეთ წოდებული ტყლიპების, წითელი ხალების, როგორც საზოგადოებაში უწოდებენ, ანუ ჰემანგიომების მიმართ. რისი გვეშინია, რატომ ვაფრთხილებთ მაგალითად პაციენტ მამაკაცს, რომ არსვისას მაქსიმალურად გამოიჩინოს სიფრთხილე თუ სახეზე აქვს ამგვარი წარმონაქმნი. ან მაგალითად იგივე კისერზე თქვენ ბრძანებდით ნებისმიერი უხეში სამოსის ან სამკაულის ტარებისას ასევე წინდახედული ექიმი აძლევს მითითებას თავის პაციენტს. რატომ? რა საფრთხეა აქ დაშიფრული? საფრთხე საკმაოდ დიდია. ჯერ პირველ რიგში რომ ჰემანგიომა იზრდება და ფუნქციონალურ დარღვევებს იწვევს, ეს ერთი. მეორე არის ტრაუმის მომენტი. ტრაუმის მომენტის დროს არსებობს ძალიან შესაძლებელია ატყდეს ძლიერი სიძღდენა. მშობელს შეეშინდება და პაციენტი აუცილებლად უნდა მოხვდეს გადაყვანილი სტაციონარში და მას ჩაუტარდეს ოპერაციული მკურნალობა. აგრეთვე ხდება ჰემანგიომის ინფიცირება. წარმოიქმნება წყლული, ეროზია, შეხორცება არის ხანგრძლივი და მის ადგილას რჩება ნაწიბუროვანი პროცესი, რაც საკმაოდ არასოსურველია აი ამ შემთხვევაში. დიახ. როდესაც ჩვენ ვლაპარაკობდით ასაკობრივი თვალსაზრისით, როდესაც ვლაპარაკობთ პრობლემის ხანდაზმულობაზე, ჰემანგიომის შემთხვევაში ეს რა სამედიცინო პრობლემაა, ანუ თუ ჩვენ დროულად არ ჩავერევით, თუ ჩვენ ზრდას არ შევაფერხებთ, მოგვიანებით ეს რა პრობლემებს გვიქმნის? ეს ზღუდავს, თქვათ, სამედიცინო პროცედურების ეფექტურობას, ეს ზღუდავს დაავადების კეთილთვისებიან გამოსავალს, ანუ საკეთილსაიმედო გამოსავალს. საბოლოო ლიტერატურულ მონაცემებში მოცემული გვაქვს, რომ უკუგანვითარებას, ანუ რეგრესიას განიცდის მხოლოდ 5-7% ჰემანგიომებისა. და
არა გვაქვს ჩვენ იმის გარანტია, რომ თქვენი შვილი მოხდება იმ 5-7%-ში ჰემანგიომა განიცდის უკუგანვითარებას. ანუ ეს თავისთავად თვით უკუგანვითარებას. ხშირი შემთხვევები არის, როდესაც ჰემანგიომა არის განლაგებული კანქვეშა ქსოვილში, არ არის მზრდადი, დიდი და წლის შემდეგ ის აჩერებს ზრდას, განიცდის ნაწილობრივ რეგრესიას და არასრულყოფილ რეგრესიას. რამოდენიმე წლის განმავლობაში პროცესი შეჩერებულია, მაგრამ პუბერტატულ პერიოდში მას შეუძლია კვლავ გაიზარდოს და უკვე ჰემანგიომა გარდაიქმნება საკმაოდ რთულ პათოლოგიურ პროცესსა და შესაძლოა მან წარმოიქმნას ავთვისებიანი პროცესიც. ანუ ჰემანგიოსარკომა, როგორც ჩვენ მას ხშირად უწოდებთ. ხანმოკლე რეკლამა იქნება ჩვენს ეთერში და შემდეგ შევაჯამებთ დღევანდელ საუბარს. ჩვენ პრაქტიკულად ამოვწურეთ დღევანდელი ჩვენი დრო, ანუ საუბრისთვის განკუთვნილი დრო, თუმცა ჩვენ გვაქვს საშუალება მშობლებს მივცეთ რამდენიმე რეკომენდაცია, მით უფრო, როდესაც ვლაპარაკობთ ჰემანგიომაზე, რომელსაც საზოგადოებაში ტყლიფს ან წითელ ხალხს უწოდებენ და რომლის ამოცნობაც ალბათ პირველ რიგში სწორედ მშობელს, ოჯახის წევრს ევალება ეს პრობლემა სიცოცხლის პირველივე წუთებში, პირველივე დღეებში იჩენს თავს. რა უნდა იცოდეს მშობელმა? მშობელმა უნდა იცოდეს პირველ რიგში ის, რომ როდესაც ჩნდება ბავშვის სხეულზე წითელი წერტილი ან ლაქა, ეს შეიძლება იყოს იმის ნიშანი, რომ კანზე ჩნდება ჰემანგიომა. არ დაელოდოს პათოლოგიური პროცესის გაზრდას და განვითარებას, დროულად უნდა მიმართოს ბავშვთა ქირურგს, სადაც ან მოხდება ბავშვის დაკრივა, ან ბავშვს ჩაუტარდება შესაბამისი კვალიფიცირებული მკურნალობა, რომ შემდგომში თქვენი პატარა დაგვრჩეთ ჯანმრთელი და ლამაზი. დიდი მადლობა ქალბატონო ირინა, მე დარწმუნებული ვარ მშობლები თქვენს რეკომენდაციას გაითვალისწინებენ აუცილებლად. მაყურებელ შევახსენებთ, დღეს ჩვენ საუბრობდით თემაზე ჰემანგიომა და ჩვენი სტუმარი გახლდათ ბავშვთა ქირურგი ირინა ივანიკოვა. ახლა კი მივესალმებით დღეს 2:30-ზე, როგორ ბრძანდებით და რა მოგესალმებით. როგორც ყოველთვის შემართულები ვართ ახალი ენერგიით და ახალი თემებით. დღეს გვაქვს ძალიან გამორჩეული თემა, განსაკუთრებული მე ვიტყოდი ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან 1959 წლის 4 აპრილს ხელი მოეწერა ჩრდილო ატლანტიკური ალიანსს, ასე ვთქვათ, და ეს დღე თარიღდება ნატოს დაბადების დღედ. ასე რომ ჩვენ ვისაუბრებთ სტუმართან, თუ რა მნიშვნელობა აქვს ნატოს საქართველოსთვის, მე მგონი ძალიან აქტუალური თემაა. ასევე ვისაუბრებთ ტარკოვსკიზე, ვიმოგზაურებთ ლოს-ანჯელესში და დღეს განსაკუთრებით ბლუზის მოყვარულთ მინდა უხმო ჩვენი გადაცემის საყურებლად, რადგან ჩემის აზრით საუბრობთ ერთ-ერთ მამაზე ამ მუსიკალური მიმდინარეობისა, მადი ვოტერსის დაბადების დღეა, გავიხსენებთ ამ მუსიკოს და მოვისმენთ მის შემოქმედებას, რაც ყველაზე უფრო მთავარია. ხო, ეს სრული ჩამონათვალი კიდევ არ არის. დანარჩენი უკვე გადაცემა. წარმატებულ ეთერს გისურვებთ, მაყურებელს შევახსენებ, ხვალ პარასკევია და ტრადიციულად კონსილიუმის სამჟავროზე გამოგვაქვს თემა. ამჯერად ეს თემა იქნება არტერიული ჰიპერტენზიის მართვა გაზაფხულია და ეს თემა ერთ-ერთი ყველაზე აქტუალურია ჩვენ საზოგადოებაში. ნახვამდის დღე გრძელობას გისურვებთ.